მოგესალმებით. მე ვარ ია ანთაძე და თქვენ უყურებთ პოდკასტს ციტატა. დღევანდელი გადაცემის ციტატა ასე ჟღერს: ყოველი ცვლილების სარგებლიანობა იზომება არა იმით, რაც იცვლება, არამედ იმით, რაც უცვლელი რჩება. ციტატის ავტორია ქართველი მწერალი და სცენარისტი ერლო მახვლედიანი. სანამ მთავარ სათქმელზე გადავალ, მინდა ტრადიციულად გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი ციტატა ია ანთაძის ონლაინ დღიური. მინდა გთხოვოთ დამეხმაროთ, რომ არხმა რაც შეიძლება მალე მოაგროვოს 1000 გამომწერი. დღევანდელი ციტატა ჩემთვის წლების განმავლობაში გაიჟღერებდა როგორც ნამდვილი პარადოქსი, იმიტომ რომ ჩემი თავი მიმაჩნია პროგრესისტად და ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ცვლილებების სარგებლიანობა დიახაც იმით იზომება, რაც იცვლება. ბევრი წლის წინ ჟურნალისტობა დავიწყე როგორც გაზეთ კავკასიონის საპარლამენტო კორესპონდენტმა. მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია იყო, ხო და რეფორმებს მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა. ეს ორი ადამიანი მათ თანამოაზრებთან, მათ გუნდთან ერთად მიიჩნეოდა მაშინდელი მმართველი პარტიის მოქალაქეთა კავშირის რეფორმატორულ ფრთად. იმ წლებში სწორედ ეს გუნდი ცდილობდა, რომ პოსტსაბჭოთა საქართველო ძირფესვიანად შეცვლილიყო და რა შეეძლო პარლამენტს, მაგალითად, აი ეს კანონმდებლობა, რომელიც საბჭოთა კავშირიდან მოყვებოდა საქართველოს, ჰარმონიზაციაში მოდიოდა ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ტარდებოდა რეფორმა, რომელიც ნელ-ნელა ძალას იკრებდა, პირველ რიგში ეს იყო სასამართლო რეფორმა, კორუფცია ხდებოდა სამარცხვინო და გარდა ამისა სიკვდილით დასჯა ნამდვილად ერთხელ და სამუდამოდ გაუქმდა ქვეყანაში. ჩემთვის საოცნებო ქვეყნის კონტურები ნელ-ნელა სულ უფრო მეტად იკვეთებოდა ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილის საჯარო გამოსვლებში და მე თვითონაც თვალყურს ვადევნებდი ნელ-ნელა როგორ იცვლებოდა ქვეყანა. და ვხედავდი, რომ ცვლილებების სარგებლიანობა ზუსტადაც იმით იზომება, რაც იცვლება და რაც არ იცვლება, რაც ჯერ ვერ იცვლება, სწორედ ის მიმაჩნდა ქვეყნის განვითარების შემაფერხებლად და იმასაც ცხადად ვხედავდი, რომ ედუარდ შევარდნაძე, რომელიც მაშინ ქვეყნის პრეზიდენტი იყო, მუდმივად აბალანსებდა იმას, რაც იცვლებოდა და იმას, რაც უცვლელი რჩებოდა. მე მაშინ, როგორც გითხარით, საპარლამენტო კორესპონდენტი ვიყავი გაზეთ კავკასიონის და ყოველდღე პარლამენტში დავდიოდი, ყოველდღე ვუყურებდი რა ხდებოდა პარლამენტში, ვაშუქებდი მათ საქმიანობას და ასე თუ ისე ესე ჩამოყალიბდა, რომ ჩემი მზერა საქართველოს მომავლისკენ მიმართული იყო სწორედ პარლამენტიდან. მაგრამ ვიცოდი, რომ ამავდროულად არსებობდა საქართველოს კანცელარია, რომელიც ითვლებოდა ციხესიმაგრედ კახა თარგამაძის და ნუგზარ საჯაიასი. ეს ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც რაღაცა წინააღმდეგობას უწევდნენ ცვლილებებს და უფრო სტაბილურად გრძნობდნენ თავს იმ საქართველოში, რომელიც ესე მუდმივად გაჭედილი იქნებოდა წარსულსა და მომავალს შორის, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, სადაც რაც შეიძლებოდა ცოტა რამ შეიცვლებოდა და რაც შეიძლებოდა ბევრი რამ დარჩებოდა უცვლელი. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, პოლიტიკურ პროცესში სრულიად სხვა ადამიანები მოვიდნენ, მაგრამ ჩემ წარმოდგენაში მაინც ცვლილებების სარგებლიანობა ყოველთვის უკავშირდებოდა იმას, რაც იცვლება. მეორე მხრივ, მეც ბევრჯერ დამიწერია და ჩემ სტუმრებთანაც არაერთხელ მისაუბრია ტრადიციასა და პროგრესზე, საქართველოში მაცხოვრებელი იმ ადამიანებზე, რომლებსაც ჰქონდა ტრადიციული ცნობიერება ან პროგრესული ცნობიერება და იმაზეც მისაუბრია სტუმრებთან, რანაირად წარმოედგინათ მათ აი ამ ორი დიდი ჯგუფის თანაცხოვრება, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ მშვიდობიან თანაცხოვრებას, იმგვარ თანაცხოვრებას, რაც ხელს არ შეუშლიდა საქართველოს განვითარებაში. და ეს ჩემთვის ყოველთვის ცხადი იყო და ალბათ ყველასთვისაც ცხადია, რომ ის რაც არ იცვლება ადამიანში იქნება თუ ქვეყანაში, ყოველთვის ედება საფუძვლად მის იდენტობას. და თავიდანვე ცხადი არის, რომ
ცვლილება მაშინ შეიძლება იყოს კარგი, როდესაც ამ მთავარს, იდენტობას არ აზიანებს. იმიტომ რომ როცა ყველაფერი იცვლება, მაშინ უბრალოდ ნიშნულობები იკარგება, მაგრამ თუ არაფერი არ იცვლება, მაშინ უბრალოდ სიცოცხლე დამთავრებულია და ამიტომ ადამიანი არის თუ ქვეყანა არის, რაზეც არ უნდა ვიმსჯელოთ, რაზეც არ უნდა ვილაპარაკოთ, მისი არსებობა აი ამ ორ მყოფობას შორის არის, იმას შორის რაც იცვლება და იმას შორის რაც უცვლელია. მაგრამ ჩემს თაობას ძალიან ცუდი გამოცდილება ჰქონდა სხვადასხვა ხელისუფლება, როგორ არასწორად იყენებდა იმ ადამიანებს, რომლებიც ატარებდნენ ამ ტრადიციულ ცნობიერებას, როგორ რაზმავდა ამ ადამიანებს ხან უმცირესობების წინააღმდეგ და ხან ვითომ ამ ტრადიციული იდეოლოგიის დასაცავად. ეკლესია ხო ბუნებრივად არის ტრადიციული ცნობიერების ბურჯი და თვითონ ეკლესიაც არაერთხელ ერეოდა ამ დარბევებში და ზოგჯერ თვითონვე ხდებოდა დარბევების ორგანიზატორი. ტრადიციული ცნობიერება ედო ასევე საფუძვლად ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ გავრცელებულ ფემიციდს, ანუ უკიდურეს ძალადობას ქალების მიმართ, მათ მოკვდინებას და შინაარს იმ ადამიანების, ვინც ამ ფემიციდში ჩადიოდა წლიდან წლამდე არ იცვლებოდა ძირითადად. ეს იყვნენ ან ქმრები, ან ყოფილი ქმრები, ან პარტნიორები, ან ყოფილი პარტნიორები და მათი ქმედების მოტივიც ერთი და იგივე იყო, ან ეჭვიანობა და ან შურისძიება. თუმცა სხვაგვარი მკვლელობებიც გვხვდებოდა, მაგალითად 20-22 წელს მამაკაცმა მოკლა ცოლი იმის გამო, რომ ქალი ბაზრობაზე წავიდა შვილებისთვის ტანსაცმლის საყიდლად და ეს ამბავი თავის ქმარს არ შეუთანხმდა და ეს გახდა მისი სიკვდილის მიზეზი. ეს ძალადობა, რა თქმა უნდა, ოჯახში იქნება თუ ურთიერთობებში, როლების გადანაწილების რაღაც ტრადიციულ წარმოდგენებს ეხებოდა და ეფუძნებოდა. და თუ კი ეს წარმოდგენა რაღაცნაირად შეილახებოდა, ეს შეიძლება სიკვდილის მიზეზი გამხდარიყო და ქვეყნის ცხოვრებაზეც იგივე ვრცელდება, იგივე სქემა. არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ვისაც ქართველების ტრადიციების შეცვლა უნდა, ვისაც ჩვენი გადაკეთება უნდა, მას ამას არ გავატანინებთ, კაცრად დავსჯით და ასე შემდეგ მუქარები ათასნაირი მუქარა. კაცი კაცია, ქალი ქალიას მესიჯიდან დიდი მანძილი აღარ იყო იმ აზრებამდე, რომლებიც ქართული იდენტობის დამცველი ერთგვარი ჯარისკაცების საბრძოლო ლოზუნგებად ჩამოყალიბდა. რამდენიმე მათგანს წაგიკითხავთ, ბევრ თქვენგანს ეს ყველაფერი მოусმენია და შეიძლება ზოგჯერ თვითონაც უთქვამს. მაგალითად, ევროკავშირი ფაქტობრივად აღარ არსებობს. ევროპელი პენსიონერი შიმშილობს, ძველებურად ვეღარ მოგზაურობს, გათბობის ფული აღარ აქვს და იყინება. დიდი ბრიტანეთიდან აღარც დიდი დარჩა და აღარც ბრიტანეთი. ამერიკას მდიდარი ებრაული ოჯახები მართავს, ტრამპს აშანტაჟებენ ისინი და ირანთან აომებენ. გერმანია იხრწნება, პარიზი ყარს. კლოუნმა ზელენსკიმ ომი დაუწყო რუსეთს და უკრაინა გაანადგურა. ირანს დიდმოწამე აიათოლა მფარველობს ზემოდან, ზეციდან და უკვე იგებს ამ ომს. გადარჩება მარტო დედა რუსეთი, რომელიც იმ მდგომარეობაში, რომ deep state-ი მათ ჯერ ბოლომდე ვერ მართავს. ეხლა აქ შევწყვეტა მოარული ნაკვესების ჩამოთვლას, რომლებსაც ჩემმა მეგობარმა ბექამ ინდიაშვილმა ერთ პოსტში მოუყარა თავი და იქ ჩამონათვალი ბევრად უფრო ვრცელია, მაგრამ მე მგონი სრულიად საკმარისია იმის აღსაქმელად თუ რაზე ვლაპარაკობ და საქმეც ეს არის, რომ ტრადიციული ცნობიერების დაცვა და კონსერვატიზმი, ისევე როგორც პროგრესთან ბრძოლა, საქართველოში ბოლოს ყველა ხელისუფლების დროს მაინც მიდიოდა რუსეთთან, რუსეთის ინტერესების დაცვასთან და გატარებასთან საქართველოში. მაგრამ იმ თავზარდამცემ პროცესმა, რაც საქართველოში დაიწყო 2022 წელს იმის შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, პირადად მე კიდევ ერთხელ დამაბრუნა ერლო მახვლედიანის ციტატასთან, რომ ყოველი ცვლილების სარგებლიანობა იმით იზომება, რაც რჩება უცვლელი და არა იმით, რაც იცვლებაო და
როგორც პიროვნების, ისე ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ცვლილებები, როგორც აღმოჩნდა, სამწუხაროდ ყოველთვის ერთი მიმართულების არ არის. მე რომ ვფიქრობდი, რომ ცვლილება ნიშნავს პროგრესს, თურმე შეიძლება ცვლილებას ისეთი სისტემური ხასიათი ქონდეს, რომ ბოლოს კლდეზე გადაგჩეხოს. და რა დაგიცავს მაშინ კატასტროფისგან? ბუნებრივად ჩდება ეს კითხვა, რა გადაგარჩენს? და პასუხიც არის ნათელი, როდესაც ცვლილებებს მიყავ უფსკვლისკენ, გადაგარჩენს ის, რაც შენში, რაც ქვეყანაში არის უცვლელი. ჩემთვის ყველაზე საინტერესო და სანდო ადამიანი, რომელიც არასდროს ცვლილებებს არ ანიჭებდა უპირატესობას და ყოველთვის იმის მხარეს იყო, რაც უცვლელი არის, ეს არის ქართველი მწერალი და პოეტი ოთარ ჭილაძე. მისთვის ტრადიციული კულტურის მეხსიერება იყო ყოველთვის ყველაზე მეტად მისაღები და მისთვის ტრადიცია იყო ერთგვარი მორალური კომპასი. მაგრამ მისი ეს კონსერვატიზმი პირადად მე არასდროს ხელს არ მიშლიდა, რომ ეს ადამიანი, როგორც ადამიანი და როგორც მწერალი ძალიან მყარებოდა, როგორც პოეტი და მის მიმართ ჰქონდა სრული ნდობა. იმიტომ რომ ყოველთვის კარგად მახსოვდა, რომ ამ ადამიანმა თავისი სიცოცხლის უმეტესი ნაწილი გაატარა იმ ქვეყანაში, ანუ საბჭოთა საქართველოში, სადაც ცვლილებები სულ უფრო და უფრო მეტად გვაშორებდა ბირთვს და გვაშორებდა საქართველოს არსს, მის ნამდვილ შინაარსს და გვაშორებდა საქართველოს იდეასაც, არა მარტო კონკრეტულად მის კონკრეტულ მომენტში შინაარსს, როცა ცხოვრობდა ბატონი ოთარი საბჭოთა საქართველოში. ახლა ბატონი ოთარის ეს სიტყვები, რომელიც მინდა წაგიკითხოთ, ძალიან მაგონებს იმ ციტატას, რომლითაც დღევანდელი გადაცემა დავიწყე და მეორე მხრივ კიდევ იმასაც მეუბნება, რომ როდესაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა, ბატონ ოთარს მაინც არ გაუჩნდა პოლიტიკის მიმართ ნდობა და ის მაინც დარჩა თავისი პირველი პრიორიტეტის დამცველად. აი რას ამბობს? ერი პირველ რიგში კულტურით არსებობს, თუ კულტურა დაკარგე, პოლიტიკა ვეღარ გიშველის. დიახ, როგორც ჩანს, პოლიტიკა ცვალებადია, ხან ასეთ ცვლილებებს მოიტანს, ხან ისეთ ცვლილებებს მოიტანს, ხან წინ წაგიყვანს, ხან უკან დაგაბრუნებს და ხან კიდე უსკულის თვალებში ჩაგახედებს. და კულტურა არის, რა თქმა უნდა, მყარი, რა თქმა უნდა, მკვრივი და ხელშეუვალი. და რა უცნაურია, რომ ყოველთვის ვიყავით ცვლილებების მომხრე და ის, რაც უცვლელი იყო, ყოველთვის საფრთხედ მიმაჩნდა ჩემი ქვეყნისთვის და ადამიანებისთვის. და ეხლა აღმოჩნდა, რომ თურმე რაც იცვლება, ის არის ძალიან საშიში. ის მიმაჩნია ყველაზე საშიშად ქვეყნისთვისაც და ადამიანებისთვისაც, იმიტომ რომ მართლა ვხედავ, რომ ყოველი შემდეგი ცვლილება სულ უფრო და უფრო მეტად ვნებს როგორც ქვეყანას, ისე ადამიანებს. და ისე ვუბრუნდები ჩემს კითხვას, მაშ რა გადაგვარჩენს? და პასუხიც ისევ იგივე არის. როდესაც ცვლილებებს უკუღმა ხასიათი აქვს, უნდა გადაგვარჩინოს ისევ და ისევ იმან, რაც ჩვენში უცვლელი არის, რაც არ იცვლება და რაც მუდმივია და რაც სამარაჯამოა. და ადრეც მithქვამს, როდესაც ადამიანები ამბობენ, ჩვენ ბელარუსი არ ვართ, ჩვენ რუსეთი არ ვართ, რასაც არ უნდა გულისხმობდნენ ამ გამონათქვამში, იმისი ნაპერწკალი ყოველთვის არსებობს ამ სიტყვებში, რომ ჩვენ ქართველებმა თავისუფლების ფასი ვიცით და თავისუფლებისთვის ბრძოლაც გამოგვიცდია და ეს ბრძოლაც ვიცით. მინდა რომ ეხლა თქვენც ჩემსავით სხვა თვალით შეხედოთ ერლო მახვლედიანის ციტატას ამ ცვლილებების შესახებ და იფიქროთ იმაზე, რომ ის რაც უცვლელია, დღეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ორიენტირი და ის რაც იცვლება, რაც თითქოს ყოველთვის იყო სასარგებლო ამ ქვეყნისთვის, დღეს ძალიან ძალიან დიდი კითხვის ქვეშ დგას და როდესაც აი ამ ტკივილიან პერიოდს გავივლით და ბოლოში გავალთ,
მხოლოდ იმის შემდეგ აღმოჩნდება, რომ ხელისუფლება დღეს რაც ცვლილებებსაც ატარებს, სინამდვილეში რა სარგებელი მოუტანა მათ ამ ცვლილებებმა და რა ზიანი მოგვიტანა ჩვენ. ანუ რამდენად შეძლებს ეს ცვლილებები, რომ დააზიანოს ჩვენი იდენტობა, დააზიანოს ის, რაც უნდა იყოს დაუზიანებელი, თუ კი ჩვენ ქვეყანას ქვია საქართველო. დიახ, იმას ვგულისხმობ, რომ ამ სიცხადეს ჩვენ ვერანაირად ვერ ავწდებით, რომ ამჟამინდელმა ამ ცვლილებებმა, უკუღმართმა ცვლილებებმა რამდენად დაგვავიწყა ან ვერ დაგვავიწყა თავისუფლების ფასი და რამდენად გაგვიმძაფრა ამ პირიქით, რამდენად გაგვიქრო თავისუფლების ჟინი და თავისუფლების წყურვილი. დღეს ამით დავამთავრებ საუბარს და ხვალამდე დაგემშვიდობებით. გადაცემის ბოლოს ისევ გთხოვთ კიდევ ერთხელ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, ციტატა იანთაძის ონლაინ დღიური. დიდი მადლობა ყველას, რომ ჩემთან ერთად ხართ.